გასული საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა კავშირმა დაიწყო მოდერნიზაციის პროცესი სხვადასხვა მიზეზებით. შედეგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, როდესაც დასრულდა საბჭოთა სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტების ფორმირება და საბჭოთა ადამიანის პირველ რიგში. ეს იყო ერთგვარი ტრიადა, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია და კულტურული რევოლუცია, რომელიც ისწრაფოდა საბჭოთა საზოგადოების შექმნისკენ. რას ემსახურებოდა კოლექტივიზაცია? კოლექტივიზაცია იყო პროცესი, როდესაც დაიწყო სოფლების და სოფლის მოსახლეობის გლეხების მასობრივი ხელახალი დაყმევების პროცესი, შეიძლება ასე ითქვას. სტალინის გეგმით უნდა მომხდარიყო მთელი მიწის და ქონების ნაციონალიზაცია, ანუ სახელმწიფოს ხელში გადასვლა. ეს ასეც მოხდა ინდუსტრიალიზაციის ჩავარდნის შემდგომ, იმიტომ რომ ბევრი დეფიციტური პროდუქტი გაჩნდა, ეს გამოწვეულიყო გეგმიური ეკონომიკით, დაიწყო სოფლების მასობრივი კოლექტივიზაცია, ანუ საერთო კოოპერატიული მეურნეობების შექმნა, რომელსაც მე კოლექტივები უწოდეს. იძულებითი ფორმით ხდებოდა მოსახლეობის გაწევრიანება კოლექტივებში, ართმევდნენ მიწას, ართმევდნენ ქონებას, მოძრავ და უძრავ ქონებას და აი ამას მოყვა გლეხების მასობრივი, ასე ვთქვათ, დაპატიმრებები, გადასახლებები ციმბირში, შუა აზიაში, ამან დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეც კი დააყენა ბევრი რეგიონი, მათ შორის უკრაინა და მათ შორის საქართველოც და საბოლოო ჯამში რა მივიღეთ ჩვენ ამ ყველაფრისგან? კერძო საკუთრება აღარ არსებობდა, რაც ძალიან ცუდი იყო და დაიცალა სოფელი. სოფელი არ იყო მხოლოდ და გლეხი არ იყო მხოლოდ მწარმოებელი, მას ეს იყო ის საბადო, საიდანაც საზრდოობდა ეროვნული ცნობიერება. სოფელი იყო მეხსიერების ადგილი, ეროვნული კულტურული მეხსიერების ადგილი, სადაც იქმნებოდა ფოლკლორი, სადაც ცოცხლობდა ისტორიული მეხსიერება, რომელიც მერე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სხვათა შორის ქალაქებიც სულთგმულობდა აი ამ ცოდნით, აი ამ ტრადიციებით. ეს მოისპო გაქრა ქართული სოფელი და ქართულ გლეხს დაეკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია, რომ ის იყო მწარმოებელი, შემოქმედი, ის იყო რესურსი ამ ქვეყნის სიძლიერის და ნორმალური მართლა ინდუსტრიალიზაციის პროცესში, რომ არ მომხდარიყო საბჭოთა ოკუპაცია, ანექსია, ქართული გლეხი, როგორც წინა პერიოდში იყო, შექმნიდა ახალ ძლიერ საშუალო ფენას, რომელიც ქვეყანას გააძლიერებდა და ქვეყნის სიძლიერეს გამოხატავდა და კოლექტივიზაციამ ეს პერსპექტივა მოკლა პოსტსაბჭოთა